მეგობრებს, არაერთხელ უთქვამთ, რომ უკვე მეხუთე წელია ეს აქცია მიმდინარეობს. აქ გამვლელს ბევრს სხვადასხვაგვარად შეუფასებიათ ეს აქცია, მაგრამ მე დღეს მინდა ვილაპარაკო არა შენს დანაშაულებზე, ედუარდ შევარდნაძე. ჩემმა მეგობრებმა კარგად გამხილეს 5 წლის განმავლობაში. მე დღეს მინდა ვილაპარაკო ამ აქციის მნიშვნელობაზე. აქ წარმოდგენილი ხალხი ყველანი მთელი თავისი შეგნებით მოდიან აქ. მოდიან იმისათვის, რომ ამ უპრეცედენტო აქციაში მონაწილეობა მიიღონ. მსოფლიო ისტორიაში ალბათ ასეთ ხანგრძლივ აქციას ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ და ვერსაც წაწყდებით. რატომ? იმიტომ რომ ედუარდ შევარდნაძე, შენ ისეთი დიდი დანაშაული გაქვს ჩადენილი ჩემი სამშობლოს წინაშე. შენ ისეთი ავაზაკი ხარ, რომ შენი მხილება აი ესე უნდა მოხდეს. ეს არის შენთვის ყველაზე დიდი დანაშაული. ციხეში შეიძლება იყო და შენთვის იყო და შენ ფიქრებთან იყო. ტყვია გესროლონ, მოკვდები და ჩაძაღლდები და მაინც ვერაფერს გაიგებ, მაგრამ 5 წელიწადი, აი დამეთანხმება ყველა, რომ 5 წელიწადი აქცია იმის, რომ აქ მოდიოდეთ, წევლდნენ, კრულავდნენ, გამხელდნენ, ეს უკვე ყველა ზღვარს გადადის, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი სასჯელი შენი. შენ უნდა აი ესე იცოცხლო და შენი ბოლო დღეები უნდა ფიქრობდე, რომ აი ამ წევლით გაგაცილებენ. საერთოდ მიცვალებულებზე ცუდს არ ამბობენ, კარგს ამბობენ და შენ კი იცოდე, აი ამ წევლით გაგაცილებთ ედუარდ შევარდნაძე. ეს იქნებ ჩამითვალონ, რომ ეს არ არის მართლმადიდებლური. არა ბატონო, ეს სწორედ ის არის, რასაც შენ იმსახურებ, იმიტომ რომ შენ არა ხარ ჩემი პირადი მტერი, შენ ჩემი სამშობლოს მტერი ხარ, შენ ჩემი ქართველი ერის მტერი ხარ, შენი ახალგაზრდების მტერი ხარ, რომელიც ძალიან ბევრი ჩადეთ მიწაში. შენ ხარ ავაზაკი, შენი შვილი და მომავალი სულ წეული იქნება, რამე თუ 5 წლის განმავლობაში შენ 5 წლის განმავლობაში იწყებლები ედუარდ შევარდნაძე. შენ დაუშავე არა მარტო ჩემს სამშობლოს, შენ დაუშავე არა მარტო ქართველ ხალხს, შენ დაუშავე მთელ მსოფლიოს. ბრალი დაგდეს 1000 გვარ დანაშაულში, მაგრამ მე შენ ბრალს გდებ იცით რაში? მე შენ ბრალს გდებ იმაში, რომ თუ მსოფლიო ისტორიას გადავხედავთ, უახლეს ისტორიას გადავხედავთ, 92 წლამდე კანტიკუნტი იყო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლა. 92 წლიდან კი ისე გახშირდა და იცით რატომ გახშირდა? იმიტომ რომ ამის პრეცედენტი შენ მიეცი შევარდნაძე და შენმა მასონებმა და მთელმა მსოფლიომ, რომ შენ ისე არ დაისაჯე, როგორც ამას იმსახურებდი, მაგრამ ჩვენ გჯით ქართველი ერი ისე სამაგალითოდ შენს შენ შვილს და მომავალს არ გეგონოს მათ ვინმე მოკლავს, არა ბატონო, მაგრამ აქ ისეთი საქართველო იქნება ძალიან მალე, აქ ისეთი ჭეშმარიტი ქართველები იქნება, რომ შენი შვილი და მომავალი იმ ზიზღით სავსე ცქერას დაინახავს და იმ ზიზღიან თვალებს დაინახავს, რომლის შეხედვა მეორედ არ მოუნდება, ხოლო შენ კი შენს ნაძირალა მეუღლეს, რომელიც მან კწამისის წმინდა მიწაში გისვენია, ისეთი სასჯელი მოგელი, თქვენ არც ქართული მიწა გეღირსებათ, არც ჰაერი, არც წყალი, შენ სულ უნდა გეშინოდეს შევარდნაძე, შენ სულ შიში უნდა იყო, რომ მოკვდები საწახვალ, ჯოჯოხეთი უნდა დაგითენოთ აქაც და ჯოჯოხეთში უნდა მოხდე იქაც. შენ მეუღლესთან ერთად ამოუთხრი და დაგატანთ ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ შენმა მეუღლემ არანაკლებ ბოროტმა, არანაკლებ ავაზაკმა მრავალი ჩვილის ცოდვა დაიწყო, ჩვილთა გაყიდვა დაიწყო, მაგ ნაძირალამ და დედაკაცმა. ეხლა შენ შვილს და მომავალს რა ეკუთვნის? შენი შვილი და მომავალი არც უნდა ამხელდეს, რომ შენისთანა მამა და ბაბუ აყავს. სოფო შევარდნაძეს ალბათ ბებიის გენი გამოყვა და იმიტომ იძახის ჩემი
ბაბუით ვამაყობო რით ამაყობს შევარდნაზე შენი სოფო შევარდნაზე სულელია და სულელა დარჩება იმიტომ რომ შენისთანაა ბაბუით ამ სიამაყე კი არა სირცხვილით უნდა იწოდეს შენ გწყევლი მე დღეს შენ გწყევლის ყველა ჩემი მეგობარი აქ მოსული მათთვის ამაზე დიდი საქმე არ იქნება რამე თუ ჩემი ქართული მიწა შენ გააპარტახე და გაავერანე წყეული მციყავ უყუნი სამე შევარდნაზე შენ დიახ, მართლაც უპრეცედენტო აქციაა, მაგრამ ასეთივე უპრეცედენტოა ედუარდ შევარდნაძის ბოროტება. ოღონდ სულ სხვა საწინააღმდეგო თვალსაზრისით ამან გამოიწვია აღშფოთება ჩვენი რა რომ ჩვენ ვარ გამოხატველი საზოგადოების ერის ხმის შეიძლება ზოგი დააშინეს, შეიძლება ზოგს წამებით სულით დაენაც ამოაზრეს, მაგრამ მთელ ეს ვერ დაატერორებდა, მთელ ეს ხმას ვერ გააკმენდინებ. იმიტომ რომ საქართველოს სხვანაირი ქვეყანაა, საქართველოს არის ღვთისმშობლის წილხვედი, რომელსაც დღეს გლეჯენ, რომელსაც ნაწილ-ნაწილ არიგებენ, ზოგს მუქთად ზოგს იქით ეხვეწებიან, მობზანდი ბატონო წაიღეო და ამას ეძახიან ინვესტიცია, ამას ეძახიან მოზიდვა, მიზიდვა, რაღაცეები, სისულელეები, აბსოლუტური. ხო და გონიათ რომ ამის ხალხს ჯერა, მაგრამ იმდენად შეაწუხეს პრობლემებით, რომ საზოგადო პრობლემაზე ხალხს უკვე გონიათ რომ აღარ ეყოფა არც აზრი, არც ცნობიერება. არა ბატონო, არა ვარ ჩვენი ერი და არა ვარ ჩვენი საზოგადოება, რომ დავივიწყოთ დიდი ილია მართლის სიტყვები. ენა მამულის არწმუნოება. დავიწყოთ დიდი კონსტანტინეს გენიალური შემოქმედება. თუნდაც იმის პასად, რომ კონსტანტინე არსაკიძეს კლავი მოჭრეს, მაგრამ სვეტიცხოველი აღაგო და აღაშენა. გუშინ იყო სვეტიცხოვლობა და ჩადიან ისეთი პირები და პიროვნებები თუ იმას პიროვნებები ქვია, რომლებმაც საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში ფაქტიურად ეს ერთი და იგივეა, რომ საქართველოს ეროვნული სულის ჩახშობაში პირადად თუ არა იმათ იდეური მემკვიდრეები არიან, რომლებმაც ეკლესიაში მოიდომეს აღრევის შეტანა და ახლაც ასე თქვათ ამას ახორციელებენ, როგორც შეუძლია თავისი აგენტურის გზით. ასევე ვითომ და პოლიტიკაში მოსულები აგერ გაჟღერდა, რომ თურმე საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ეტყობა ენამ ვეღარ დაიტია და ესეთი წამოროშა, რასაც ალბათ უთხრეს მაგაზე ხმა არ მოიღო მისმა ბოსებმა, ნამდვილმა ბოსებმა, რომ საქართველოს ლაბორატორია, კავკასია ლაბორატორიაო. ეკონკავშირის კომიტეტის დივანი პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის, თვითონ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ექსპონატია თავიდან ბოლომდე და ამბულატორიული ასე თქვათ არის პაციენტი და ეთყობა ვეღარ მოზომა მიშა სააკაშვილმა და გიჟი საერთო ტრაბახში იჭრება ხოლმე და ვეღარ აჩერებს მერე უკვე. ხო და აი ესე გაამჟღავნა თავიანთი ბოსების და თავიანთი მამობილების პირველში ედუარდ შევარდნაძის ასე თქვათ დაკვეთა და გადმოცემული ესტაფეტა, როგორც ეს გარეწარი, ეს ავაზაკი სულ იმას გვეუბნებოდა და ამბობდა, ჩვენას გვეუბნებოდა, როდესმე უსმენდით ამას, ჩვენთვის როდესმე ავტორიტეტი იყო, თუ რა გასაგები იყო, ვინც არის თავისი არსით, თავისი ასე თქვათ პირველივე ცოდვიდან დაწყებული, რაც ძალიან კარგად ახსოვს, როგორც ქართველებს და დაუნდობელი იყო იგი თავისი ასე თქვათ ვინც მას ემსახურებოდა, იმათაც დაუნდობელი იყო. მისი თანამშრომლები და მისი თანამზრახველებიც კი დახვრიტა და რას დაინდობდა იგი საქართველოს. ერთ-ერთი მაგისი ყურმოჭრილი ყმა გურამ გელაძე, მაშინ აბაშის ის იყო რაიკომის დივანი და მე მახსოვს საკავშირო ტელევიზიით ტრაბახობდა, მაგრამ ცოტა რუსული სატრაბახო ვერ ქონდა რა. კაკოი ბილაბაშაო, აბაშკი ექსპერიმენტო, ესე რაღაცას მიკიბოკიბავ და ეს ბოგანოები, ეს უბირები, ეს ბოროტი თესლით ასე თქვათ მოსულები ამ ქვეყნად, რომ ბოროტების ყანათ აქციო საქართველოს უნდათ აი
იმ დროიდან დაწყებული იმათი წინამორბედი ხრუშჩოვი, ანდროპოვი ქალებს ოიჭერდნენ ბაზრები და რომ მოდიოდნენ უშრომელი შემოსავალი რატო გაქო ვინც არ მუშაობს იმის ღლამის ოჯახებში უვარდებოდე და აბა შენ ქვაბში რა გაგდა აბა გამომიღე კარა და რატო გაქვს შენ რაღაც მარაგი მისო სურსათისო აი ესეთი მზაკვრები აი ესე უნდა ამოაზრონ სული აი ესე გამოყარეს დღეს დედები მამები ბავშვები არიან მშივრები დასაწავობენ მშივრები უყოვარი ბავშვები და ეს გარეწარი ამ გარეწრის ასე ვთქვათ მემკვიდრე იდეური დარბის და მსოფლიოში ზახის რომ აშენებული მაქო საქართველო და ეკონომიკაო ხვავისო და ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს მსოფლიოშიო და მე მოვიტან ერთ ფაქტს რომელიც დღეს ფაქტიურად ჩავთვალოთ რომ ერთ-ერთი წლის თავის კი მოდის შკარა 28 ოქტომბერი როდესაც 28 ოქტომბერს 1998 წლის აი ეს არის ქართველი ხალხის გაუტეხელი სული ძალიან დიდი მაგალითი და პოლიტიკური თვითშეგნების სხვათა შორის იმიტომ რომ ადამიანი პოლიტიკურად უგუნური არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უმაგნესი და უვარგისი რომელსაც არ ესმის რა ხდება მიზეშედეგობრივი კავშირის გაგებაში არ არის არ ცხოვრებისა და არ ცნობიერებისა და აი 1998 წელს შოთა რუსთაველის ზეგთან სიმბოლიურად დიდი შოთას ზეგთან შეიკრება იმდროინდელი ქართული საზოგადოება რომლების გადავრჩით რომლების დავრჩით რომლების რაღაცნაირად კიდევ ამ წამებას ამ დევნას ამ ტერორს ღმერთმა ქისნებით გადაგვარჩინა თორე ჩვენ არ დამაუვართ არც ყუიას არც გენშერის გამოგზავნილ ძაღლებს და არც რუსის შექმას და ნიჩაბს სხვათა შორის რამდენი იმპერია გვესხმოდა ჩვენ თავს მაგრამ 1998 წლის კრასკები 28 ოქტომბერს გავედით რუსთაველის ზეგთან ჩამობრძანებული იყო ჩვენი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად ქართველი ერის განმათავისუფლებელი შეშმარიტი ზვიად გამსახურდიას მეუღლე ქალბატონი მანარჩვაძე გამსახურდია და ჩვენ მჭიდრო კალით შემოგვესივნენ დაგეშილი გენშერის ძაღლებზე უარესი ბულდოგებზე ნაჯვარები სახეზე აბიტუსებზე ნამდვილად ეჟეში დაბეჭდილებას ტოვებდნენ ომონი ერქვა თუ სპეცნაზი ერქვა თუ რა ერქვა ბაგას რა მნიშვნელობა იყო თითქოს ჯოჯოხეთიდან იყვნენ გამოგზავნილ და ჩვენზე იყვნენ დაგეშილები როგორ მოგიმწყდიეს როგორ ქალბატონი მანანა პირველ წრეში მარწუხებში როგორ მოიქცეს და ციხლებს ურტყავდნენ ქალბატონ ჩექმებია ციხლებს გადამტრეული ქონდა კიდურები ქალბატონ მანანას იმის შემდეგ აღარ ლაპარაკობ როგორი ავარია მოუწყეს და დევნაში იყო აღარ ვამბობ იმას რომ ცოტა გამსახურდია დღეს არის ციხეში მაგრამ ქალბატონი მანანას თაოსნობით უზენაეს საბჭოს თაოსნობით კანონიერი ხელისუფლების უწყვეტობის დამადასტურებლად თბილისში 98 წლის 14 ნოემბერს მაინც გაიმართა სესია კიდე ერთხელ დამტკიცდა რომ კანონიერ ხელისუფლებას რომელიც არის ქართველი ერის ხმის ასე ვთქვათ გამტარებელი და მიმტანი ისტორიამდე ვერაფერი ვერ დაუდგება წინ ასე იქნება აზდამარადის და უკურისამდე საქართველოს სამსახური ღვთისმშობლის სამსახურია